მოგესალმებით მეგობრებო, ხშირად ინვესტორების უდიდეს ნაწილს, ძალიან უდიდეს ნაწილს ახასიათებს ასეთი თვისება, რომ ისინი ყოველთვის ყურებიან გარეთ და ეძებენ პასუხებს ვიღაცისგან, რაღაც confirmation bias მოსდის, ეს მსგავსი, ანუ ვიღაცები თუ ამბობენ და რაღაც დონეზე ეთანხმებიან ის ვიღაცის მიერ წარმოქმნილ აზრს სხვა ადამიანებიც, მაშინ შვიდდება, ფიქრობს, რომ სხვებმა უკეთესია ვიდრე თვითონ და იღებს კონსენსუს გადაწყვეტილებას. ეს სხვებმა უკეთესიან ვიდრე თვითონ, ფიქრობს იმ შემთხვევაში, თუ არა კომპეტენტურია, საშინაო დავალება არ აქვს გაკეთებული, ან არ იცის როგორ უნდა გააკეთოს საშინაო დავალება, აქციების შერჩევა არ არის მხოლოდ ვიღაც მოусმინო იყიდო და რაღაც კარგი კომპანია არის და აუცილებლად მაღლავა. კარგი კომპანია შეიძლება იყოს ძალიან overvalued, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვერ მოიმატოს მისმა ფასმა და კარგი მოგება ვერ ნახოთ, იმიტომ რომ ფასი იმდენად მაღალი იყოს და ასე ვთქვათ, ასახული დიდი პოზიტივი, რომ ძალზედ რთულია მისი კიდევ სწრაფი მომატება. ამიტომ ეს ვიღაცების მოსმენა, ან ეს კარგი კომპანია და აუცილებლად მოიმატებს, იმიტომ რომ აქამდე მოიმატა, თუ მოიმატა აქამდე, ეგ ნიშნავს, რომ უდიდესი ნაწილი პოზიტიური ასახულია და არ ვფიქრობთ, რომ ესე ვერტიკალურად სამუდამოდ ზრდა ექნება და უსასრულობაში გადავა იმ თვალსაზრისით, რომ ინვესტორები, ჭკვიანი ინვესტორები ყოველთვის ანალიზებენ, აფასებენ და თუ ხვდებიან, რომ არის ზედმეტად overvalued, ზედმეტად მაღალი ფასი აქვს ვიდრე მისი ფუნდამენტალური ეკონომიურობა აჩვენებს ამ კომპანიას, intrinsic value, ანუ მისი რეალური ღირებულება ასე ჩავთვალოთ, ჩარჩოებში ახო რეალური ეს არის უდიდესი შეცდომა სხვებზე ყურებით ნიუსების გამოსვლა. ეხლა რამოდენიმე თვის წინ მაგალითად თეთი ჩემი კარგი ნაცნობი პანიკაში იყო და ფიქრობდა, რომ ეს სულ ამობრუნდება ყველაფერი და ეს ტრამპი ესეთ რაღაცებს აკეთებს. კი, ტარიფებმა საკმაოდ დიდი გავლენა, ნეგატიური გავლენა მოახდინა აქციებზე, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გრძელვადიან პერსპექტივაშიც იქნება ძალიან ნეგატიური. მოკლევადაში ტკივილი ზოგჯერ განაპირობებს გრძელვადიან ტკივილი მხედველობაში მაქვს ვიღაცების ატანთორ. ზოგისთვის ტკივილი კი არა, შვება და სიამოვნება, როდესაც ფასი დაბლა იკლებს და ყიდულობ იაფად. მაგალითად, თუ იცი, რომ კომპანიის რეალური ღირებულება ძალიან ბევრჯერ მაქვს გამორებული ამას და ხალხი ამას რაღაცა ვერ აღიქოს. თქვენ რო სადღაც მიდიხართ და ყიდულობთ, არ აქვს მნიშვნელობა რა პროდუქტს თუ რა ნივთს, აუცილებლად ამ ნივთს ახასიათებს მისი ფასი და ყოველთვის ვცდილობთ, რომ იყიდოთ იაფად ვიდრე მისი რეალური ღირებულება. ფიქრობთ, რომ ეს ხო და რატომღაც აქციების შემთხვევაში ხდება ესე, რომ ყოველთვის ფიქრობენ, რომ მაღლა რომ მიდის, მაღლა და მაქსიმუმზე რო აიწევს, მერე იყიდონ ჯობია ვიდრე ეს არის ძალიან ცუდი ასე ვთქვათ ფსიქოლოგია, თუნდაც ესე ან მაინდსეტი, აზროვნება. იქით როდესაც დაიწევს ფასები, მაშინ არის უკეთესი. როგორც რამოდენიმე თვის წინ, ანუ იმას გამომგზავნოთ, რომ პანიკაში იყო მაგალითად. ეს ამას მოხდება ისე, აი ხო ხედავთ რა ხდება, ის მოხდება, ეს რა ვიცი, რაღაც ეკლესიურები ჩართო, ისიც ის მას შვება ამას და ისეთი პანიკაში იყო ადამიანი, ღამეც არ ეძინა და ძალიან ცუდად თუ აქციის ვარდნა 50%-იანი ვარდნა არ შეგიძლიათ მიიღოთ, რომ აი მაგალითად თქვენ რაც გქონთ ხა დავარდება ეს და თქვენ იმდენად დარწმუნებული ხართ, რომ იცით, რომ ეს კომპანია არის იდეალური და აუცილებლად მაღლავა, იმ დონეზე უნდა გჯეროდეთ და იმ დონეზე კომპეტენტურები უნდა იყოთ. თუ ამის ატანა არ შეგიძლიათ, ან საერთოდ შეეშვით, ან შეგიძლიათ ინდექსი იყიდოთ, უბრალოდ ინდექსზე თქვენი ფიქრებთ, რომ მე არ ვცდები, რადგან ეს არის 500 კომპანიისგან შექმნილი ინდექსი და ამერიკის ეკონომიკას რამე თუ არ დაემართა და გრძელვადაზე
წარმატებული იყო და ზდა ქონდა როგორც ისტორიულად, ესაც აუცილებლად გაიზრდება. აი შედარებით დაბალისკიანია და შვებაა. იმიტომ ეს ჯობია, ვიდრე ინდივიდუალური აქციების შერჩევა, შემდეგ გადახედვა, ვინ გეთანხმება, ვინ არა, თუ გეთანხმება სწორი ხარ, თუ არა არასწორი ხარ. აი ეს ბაფეტს აქვს ძალიან კარგი გამონათქვამი 1000 ადამიანის რო გეთანხმებოდეს, ან არ გეთანხმებოდეს, არნიშნავს სწორი ხარ, ან არასწორი ხარ. იმიტომ ძალზედ რთული თემა არის ეს. ეს ყველაფერი იმიტომ ვთქვი, რომ კომპეტენცია თვით თავდაჯერებულობას იძლევა ძალიან დიდი ცოდნა და ძალიან დიდი შრომა და ანალიზი და საშინაო დავალების შესრულება თვითოულ აქციაზე, თვითოულ კომპანიის აქციაზე, რომ როცა ჩვენ ხარ ძალზედ დარწმუნებული, იცი ინდუსტრია, თვითონ ბიზნესი როგორ გრძელვა და როგორ წარმატებული იქნება ინდუსტრია, ანუ რა პოტენციალი აქვს, ხო? იცი კონკურენცია და კონკურენციაში საკმაოდ წარმატებულია და უმჯობესდება ეს თუნდაც მარჟები და სხვადასხვა კომპონენტები რომ კონკურენტუნ არიან სხდის. ხედავ რომ ეს ძალიან კარგი და კომპეტენტური ადამიანები მართავენ, ანუ მენეჯმენტი იდეალურია. შეგვიძლია კარგი ანალიზი ამისი, რომ დარწმუნდე რომ ეს ფუნდამენტალები და სხვა ინდიკატორი მაჩვენებლები ხო უმჯობესდება ფუნდამენტალური მდგომარეობა ან არ არის საშიში, ყოველ შემთხვევაში ამით უნდა მიადევნოთ რა პროგრესია, რა დინამიკა. შემდეგ თქვენ შეგიძლია აუცილებლად უნდა შეაფასოთ და თუ დარწმუნდით რომ ეს არის რაღაც სამართლიან ფასზე მაინც და ფიქრობთ რომ გრძელვადაზე აქვს ძალიან კარგი ზრდის პოტენციალი, შეგიძლია გადადგენ თუ იაფი იქნება აუცილებლად კარგი, თუ არ და დაფიქრდებით გიღირთ თუ არა, ხო? ეს თუ სამართლიან ფასზე იქნება, ფიქრობთ თუ არა, თუმცა თქვენ ახლა ისეთ შეფასებას ვერ გააკეთებთ, ძალიან გრძელვადიანად რომ იპროგნოზიროთ, რომ აუცილებლად იცით რა მოხდება. თქვენ კი არა, თვითონ აღმასრულებელი დირექტორები და ეს მაღალ ტექში თვითონ არ იციან 2 წელში რა იქნება. ამიტომ ზუსტ პროგნოზ, აი თუნდაც რამოდენიმე წლის წინ NVIDIA-ს ეს დიდი პროგრესი რამ გამოიწვია, ხო, ამ ჩიპებმა ხელოვნური ინტელექტის წინ წამოწევა წინა პლანზე და ძალიან კარგმა მისმა წარმოდგენილმა, ასე ვთქვათ, და ნაფიქრმა მომავალმა, რაზეც და დღეს უკვე ChatGPT-ს იყო. ამ ყველაფერთვის იყო საჭირო ჩიპები და უცად NVIDIA აღმოჩნდა ეპიცენტრში, ძალიან დიდი მოთხოვნა შეექმნა მის პროდუქტს და ამიტომ ერთი წლის წინ არავის არ უთქვია ეგ რომ ეგ მოხდებოდა. თვითონ მე მგონი NVIDIA-ს იმანაც აიცოდა ესეთი სწრაფ პროგრესი თუ მოხდებოდა ამ მოკლე პერიოდში, ხო 1-2 წლის. თვითონ ზოგჯერ არის, იმიტომ რომ ისინი აწვებოდნენ ამ დაფებს, აწვებოდნენ თამაშებს, აწვებოდნენ და სხვადასხვა რაღაცას და ნაკლებად ამ ჩიპებზე ისეთი არ იყო, როგორც თქვა ჩიპები არ იყო ისეთი მძლავრი პროდუქტი, როგორც დრაივერია ახლა, ხო, ყველაფრის ფაქტიურად NVIDIA-ში დრაივერი ჩიპები ძალიან მაღალი ხარისხის. აი ეს არის ამის პროგნოზირება და ძალიან რთული. თქვენ თუ ფიქრობთ რომ ეს არის როგორც გითხარით, კარგი ინდუსტრია, პოტენციალური მზარდი ინდუსტრია, კონკურენციაში უკეთესად არის, ფიქრობთ რომ კარგი ანალიტიკა და შეფასება აქვს და მენეჯმენტიც კარგია, აქედან შეგიძლიათ უკვე გადადგეთ ნაბიჯი და თუ არა ინდექსი იყიდეთ 7-ად იქნებით, შედარებით 7-ად, სულ 7-ად თუ ემოცია არ ვერაფერი დაგამშვიდეთ, მაგრამ შედარებით 7-ად იქნებით და იცით რომ იმედი გაქვთ რომ თუ ამერიკას მაინც ისტორიულად ყველა კორექცია შემდეგ ახალი მაქსიმუმით დაგვირგვინებულა ადრე თუ გვიან. ასეთი ხედვით უკეთეს შედეგს მეიღო. აი ეს მინდოდა, იმიტომ რომ რამოდენიმე თვის წინ ძალიან ბევრმაც გაყიდეს, ძალიან ბევრმა ცუდი გადაწყვეტილებები მიიღეს, პანიკაში იყვნენ. დღეს ხედავთ რომ ახალ მაქსიმუმს მიაღწია, სტანდარტული პუახუთას, აპრილში გაყიდეს, დღეს უკვე მაქსიმუმს მიაღწია. აი წარმოიდგინეთ, ვინ ძალიან დაბალზე იყიდა და დღეს იყიდა, შეიძლება დაახლოებით 70% მოგება უკვე აქვს, თუ არა მეტი, ზოგიერთ კომპანიას. ეს არის მშვენიერი ამ რამოდენიმე თვეში, მაისი, ივნისი, 2 თვეში ფაქტიურად 2 თვე ნახევარი თუნდაც იდეალური მშვენიერი შედეგი. აქედან გამომდინარე, პანიკას არ აყვეთ და ყოველთვის იცოდეთ ძალიან კარგად
რას ყიდულობთ და რას აკეთებთ. ძალიან კარგად უნდა იცოდეთ რა პროდუქტს ყიდულობთ, რა ფასად ყიდულობთ და საერთოდ რას ყიდულობთ და გადაღეჭილი უნდა გქონდეთ. ხა სულ 100% ბოლომდე მაინც ვერ გაიგებთ ყველაფერს, მაგრამ აი ძალიან დიდი ნაწილი უნდა ძალიან კარგად იცოდეთ, რომ სწრაფად შეგელოთ ახსნა თუ რატო ყიდულობთ ამ კომპანიას და რა მახასიათებლები აქვს და აი რა პოტენციალი აქვს. ეს მინდოდა მეთქვა, უბრალოდ ძალიან საწყენი იყო ზოგიერთი ადამიანი მიდამეთ და პანიკაში იყო და ფიქრობ რომ თქვის კიდევ რამოდენიმე რომ მოიცილეს და ედესა და ვეღარ უზენ, მაგრამ დღეს ახალი მაქსიმუმია და ფიქრობ რომ არ არის კარგი ასე მინიმუმზე თუ გაყიდეს ან ცოტა დაბალზე თუ გაყიდეს და ახლა რამის 50-60 იქნება ორმაგიც არის არ ვიცი ზუსტად. აი ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია აქედან იმუშავოთ. ემოციების კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან. ამიტომ ამას მიაქციეთ ყურადღება იმის გარდა, რაც უკვე ახსენე ამ გაანალიზებას და ამ ხარისხობრივი და რაოდენობრივი ანალიზის შემდეგ. იქამდე მე თუ გითხავთ, ეს უფრო პრიორიტეტია. დიდი მადლობა, წარმატებები თქვენցით. თუ რამე კითხვა გექნებათ, ყოველთვის მომწერეთ, მე მაქსიმალურად ვეცდები რომ პასუხი გაგცეთ. დიდი მადლობა.